დღემშვიდობისა მეგობრებო, პირველ რიგში და კონკრეტულად ხვიჩიტოს ულოცავ ამ დიდებული თასის მეორედ აღებას და რომ არა ხვიჩიტო ამ თასს PSG ვერ აიღებდა დიდი ალბათობით კი არა მგონია რომ ვერ აიღებდა, ამიტომ აბსოლუტურად ხვიჩიტოს დამსახურებით მოიპოვა ეს კონკრეტული თასი PSG-მ. მე ესეთი ცუდი, ესეთი საშინელი თამაში PSG-ს არ მახსოვს და საერთოდ ესეთი ცუდი ფინალიც არ მახსოვს, ზუსტად ვიცოდი და გითხარით კიდევაც რომ ავტობუსს ჩააყენებს მეთქი არსენალი, იმიტომ რომ სხვა გამორიცხული იყო რამე გაეკეთებინა. მოკლედ, შევწდი რა თქმა უნდა რომ ვამბობდი რომ 3 ბურთით გაანადგურებს მეთქი, მეგონა რომ რა ვიცი, ხო რა თქმა უნდა მეგონა და იმიტომაც თქვი რომ 3 ბურთით მოიგებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად ეს იყო ანტიფეხბურთი და რა არის აღსანიშნავი, არაფერი, ურტყამდა ყველას მიზანი არეული ქონდა, ყვავებში ურტყამდნენ და კიდევ ერთხელ რა ვიცი რა ხვიჩიტომ გადაარჩინა რა. მე თუ მკითხავთ ის პენალტიც მაგას უნდა დაერტყა, იმიტომ რომ ბარემ მოიპოვა და ფინალშიც თვითონ გაეტანა რა მოხდა მერე. ასე რომ რა თქმა უნდა ულოცავ ამ საცოდაობით მოპოვებულ ამ ანტიფეხბურთით მოპოვებულ ჩემპიონობას PSG-ს, მაგრამ პერსონალურად რა თქმა უნდა ხვიჩიტოს, იმიტომ რომ მთლიანად მის რა ვიცი იღბალზე და ყველაფერზეა რა. ერთ ადგილას შეუძლია აკოცონ მეგობრებო ყველამ PSG-ს ფეხბურთელებმა და ყველამ რომ ესე გადაარჩინა. ასე რომ რა ვიცი, ყველაფერი წინ არის და წინ მთელი ამბები გველის სოფლიო და კიდევ ერთი მომენტი რომ ესე იგი დავიჯერო მეთქი რომ ეს არსენალი ჯობდა იმ ინტერს რომელიც გაანადგურა PSG-მ, მე არ მჯერა მაგის, არავითარ შემთხვევაში არ მჯერა და ბაიერნს რაც უკნა, უბრალოდ გაიხსენეთ მეგობრებო, რა უკნა ბაიერნს, არ ვიცი, ბურთი დაუმალა, მართლა ფეხბურთის ზეიმი გვაჩვენა და არსენალთან პირველად ნახა გუნდი, რომელიც ავტობუსით იდგა დაცვაში, პირველად ნახა, ამისთვის მზადა არ იყო და ესე არაფერი გამოგივიდეს, რა თქმა უნდა, არ უკარგავ არსენალს, რომ ესე საოცრად ითამაშეს, მაგრამ დაუჯერებელია, რაღაც უბრალოდ ყომარი მგონია, რომ ძირითად დროში არ უნდა მორჩენილიყო თამაში. ეს არის ჩემი აზრი და შევხვდებით